სხდომა, რას ელოდებით თქვენ ტრამპის გადაწყვეტილებები, უბრალოდ გუშინდელი მისი გამოქვეყნებული თრუს განცხადებები რაღაცნაირად მოლოდინს აჩენდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთვება უკვე ამ ყველაფერში. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დონალდ ტრამპი ტონს ამკაცრებს, ეს უკვე ყველასთვის ცხადია. მოლაპარაკებების ტონიდან და რომ აი არ დამიჯერეთ და ამიტომ ახლა ისრაელმა დაგარტყათ, ბოლო უკვე არის მოთხოვნა უპირობო დანებება, ხო? ანუ რაც ქართულად არის კაპიტულაცია, ხო? ოღონდ რა იგულისხმება ამ კაპიტულაციაში, ესეც ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ეს თათბირიც მიუთითებს იმაზე, რომ გაყოფილია, ხო? შიგნით ადმინისტრაციაში და თვითონ ტრამპისტული ბანაკიც გაყოფილია. ულტრატრამპისტული ბანაკი არ ემხრობა, იმიტომ რომ იცით, რომ ეს მაინც იზოლაციონისტური და იმ მშვიდობის ტალღაზე მოსული პრეზიდენტია და ტრადიციული რესპუბლიკელები პირიქით და უფრო და ზედმეტად ქორები, ლინცი გრემი და ასე შემდეგ ამბობენ, რომ აი ეხლა არის ესე იგი ერთი შანსი, ხო? საუკუნეში ერთი შანსი, რომ დავასრულოთ და დრაკონს თავი მოვკვეთოთ, ხო და აი ამ ორ ძალთა ჭიდილს შორის არის დონალდ ტრამპი. თუმცა ეს იოლი გადაწყვეტილება არ არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ირანის თქვა საჰაერო სივრცე თლიანად კონტროლდება ისრაელის მიერ, მაგრამ თქვა კი ბატონო დაბომბავენ იმ თაში გამოკვეთილ ატომურ საცავს, მაგრამ იმის მიღმა უკვე ეს ნიშნავს ამერიკის ომში ჩართვას და ირანი პირობას დებს, რომ ის მერე შურს იძიებს უკვე ამერიკას ჯარისკაცებზე და ამას უკვე რა მოყვება და ნუ თქვათ ერაყის, αφღანეთის და უფრო შორს ვიეტნამის გამოცდილება ცხადყოფს, რომ თქვათ ღარიბი და თქვათ ისეთი სუსტი სახელმწიფოებს მაინც შეუძლია თუ სახმელეთო შეტაკებამდე მივიდა საქმე წინააღმდეგობის გაწევა და აი ეს არ უნდა ტრამპს თვითონ ინსტინქტურათაც მორიგ ომში ჩართვა თუ ეს დაბომბვა ჩათრევის შანსი ეს ტრამპს არ უნდა და ამიტომ არის რომ ჯერჯერობით ფეხს ითრებს და ორჯოფობს. კი ბატონო და ზუსტად ამას ამბობს საერთაშორისო მედიაც რომ ამ ფორდოს ურანის გამდიდრებულ ქარხანაზე დარტყმების შესაძლებლობა აქტიურად განიხილება, მაგრამ სწორედ პრეზიდენტის მრჩევლებს შორის არ არის ჯერ ერთსულოვნება ამ საკითხზე, მაგრამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ასევე ნიუ-იორკ თაიმსი წერს რომ ირანმა რაკეტები და იარაღი უკვე მოამზადა ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევისთვის. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, რაზეც ჩვენ საუბრობდით, თუ შტატები ჩაერთვება ისრაელის ოპერაციაში და ირანში დაარტყამს ფორდოს ბირთვულ ობიექტს. აი გასული დღეების განმავლობაში ის დარტყმა და ის ზიანი, რაც უკვე მიიღო ირანმა, როგორც სამხედრო მეთაურობის, ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, აძლევს მათ იმის საშუალებას, ახლა აქვს ირანს უნარი იმის, რომ დაარტყას ამერიკულ ბაზებს. ფაქტია, რომ იზოგავს ირანი რაკეტებს და შეიძლება ამიტომაც იზოგავს, იმიტომ შემცირდა ისრაელის დაბომბვის მასშტაბი, მეორე მხრივ ისრაელმა 1/3 ამ სარაკეტო გამშვები სისტემების გაუნადგურა. მაგრამ ერთიც უნდა გვესმოდეს, რომ და ნათელი მაგალითია იემენი. იემენს ბომბავენ 2015 წლიდან. ამით და რა თქმა უნდა უღარიბესი ქვეყანა, განადგურებულია ნახევარი ქვეყანა, მაგრამ არც რეჟიმი შეცვლილა და შიგადაშიგ ბენ-გურიონის აეროპორტს ბალისტიკურ რაკეტასაც ესვრიან. ამიტომ არ უნდა გვეგონოს, რომ ეხლა ეს დაბომბვის კამპანიებით შეიძლება ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ იემენის მაგალითი ადასტურებს, რომ ირანის რეჟიმი შეიძლება ეს გაუძლოს, გადარჩეს, ეს ერთი და მეორე აქვს თუ არა ირანს შურისძიების თავი? კი, პასუხია კი. მინიმალური რა ტკივილს მიაყენებს ეს ჩვენ არ ვიცით, გაუძლებს. ხა ისრაელი რო ამაზე წავიდა, ისრაელი მზად იყო რომ რაღაც ფასი გადაიხადა და იხდის ყოველდღიურად, ხო? ბავშვი არავინ არ არის, ამერიკელები თუ გადაწყვეტენ, თქვათ ირანი ამ ფორდოს სადგურის დაბომბვას, რა თქმა უნდა, ხა მზად იქნებიან რომ მიიღონ საპასუხო დარტყმა. ასევე ჰორმუზის სრუტის გადაკეთვა, სადაც ნავთობის 20% მიედინება, ამისთვისაც მზად იქნებიან. აქ უკვე ლაპარაკია ხო აი კალკულაციაზე, რომ ხარჯი და ბენეფიტი. თუ ბენეფიტი მართლა რომ საშვილიშვილოდ განადგურდება ირანის ბირთვული პროგრამა, მაგრამ აქ კითხვა რომ აი დაბომბვა საკმარისი თავად ამერიკის ჩართვაც არის საკმარისი თუ არა, სახმელეთო ოპერაციის გარეშე რომ გაანადგურო ირანის ბირთვული პროგრამა თუ რეჟიმი გადარჩა. ამიტომ ეს ურთულესი განტოლებაა საბოლოოდ და ნახოთ რა იქნება. კი ბატონო, და თავიდანვე ნათქვამი იყო, ასე თავდაპირველად რა თქმა უნდა, აი ამ აღმავალი ლომის მიზანი იყო ის, რომ სწორედ ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე მიეტანათ დარტყმა და პრაქტიკულად გაენადგურებინათ ირანის ბირთვული შესაძლებლობები, მაგრამ ძალიან მალევე გამოჩნდა სწორედ მეორე მიზანიც, რაც გულისხმობს ირანში რეჟიმის ცვლილებას. აი ამ ხრივ რა პერსპექტივას ხედავთ
გახლავთ ახლა ამ ვითარებაში, ან რამდენად სწრაფად არის ეს მოსალოდნელი თქვენი აზრით? ხო, მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, რომ დაბომბვით რეჟიმის ცვლილება. მრავალი მიზეზის გამო, ხა ლიბიის მაგალითი, ჯერზე ლიბიის მაგალითი გვაჩვენებს, რომ რეჟიმის ცვლილება აუცილებლად სიკეთისკენ არ მიდის, მაგრამ ლიბიაში ადგილზე მიწაზე იყო რაღაც მიამბოხეთა დაჯგუფება, რომელიც თქვა დაბომბვები დაეხმარა. ეხლა ირანში ჯერჯერობით რა თქმა უნდა რეჟიმის მიმართ არიან ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, მაგრამ ისეთი რაღაცა მოძრაობას ჩვენ ვერ ხვდავთ. ეს ერთი, მეორე ამ დაბომბვებში ახლა ხალხი როცა გადართულია რომ თავს უშველოს, ახლა ძალიან რთულია რომ ახლა როცა ამერიკის პრეზიდენტი წერს რომ თეირანი დატოვეთ, ახლა ძალიან რთულია რომ ახლა ვიღაცა მიტინგზე გავარდეს რომ ვიღაცა გადაატრიალოს და მესამე ხო ეს ეფექტი ალყა შემორტყმული ციხის და ზოგადად აი ესეთ კრიზისის დროს მთავრობის რეიტინგი იზრდება, ხო? როცა ახლა შენ ბომბავენ და ახლა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაძახილზე ძალიან რთულია საკუთარ მთავრობა გადააყენოს. შესაბამისად, მე ძალიან სათუოდ ვხედავ, რომ მხოლოდ დაბომბვებმა ახლა რეჟიმი შეცვალონ. ახლა სხვა არის ახლა სახმელეთო ოპერაცია. მაგრამ მხოლოდ დაბომბვებით სახმელეთო ოპერაციამ შეიძლება რომ რაღაც სხვა ტიპის მოვლენების განვითარება შეცვალოს. როგორც ერახში დაამხონ, უბრალოდ ფიზიკურად დაამხონ. მეთაურობის ლიკვიდაცია. ხო, გაცხადებული მიზანია, რომ აიათოლების რეჟიმის პირობებში იქ კვლავ იგივე მოხდება რისთვისაც ხო ისრაელს ახლა მაინც დემოკრატია კი არ უნდა ირანში. ისრაელს უნდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც თქვათ არ გაამდიდრებს ურანს და შეწყვეტს ბალისტიკური რაკეტების პროგრამას. ეს არის და ეს და აი ეს დაბომბების გაფართოებაც ხო რა არის? ერთი არის ბირთვული პროგრამის განადგურება და მეორე არის უკვე ინფრასტრუქტურის სანამ არ დამნებდებით, ხო ისრაელში ითქვა სანამ არ დამნებდებით ჩვენ გავაცამტორებთ თქვენ ქვეყანას. დაახლოებით ეს არის ჯერჯერობით ის რასაც ისრაელი აკეთებს. კი ბატონო, რაც შეეხება აი ამ ბირთვული ინფრასტრუქტურის თუ შესაძლებლობების, მოდით ასე ვთქვათ, განადგურებას, ხო, უკვე რამდენჯერმე გამოქვეყნდა მონაცემები, მაგალითად, რა არის უკვე განადგურებული, რამდენი მეცნიერია, რამდენი სამხედრო პირი, მაღალჩინოსანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ძალიან დიდი დარტყმა და დიდი დანაკარგია, ხო, უკვე ირანისთვის. აი ამ ბირთვული შესაძლებლობების კუთხით. რამდენად არის უკვე დიდი დარტყმა მიყენებული ირანისთვის? რა თქმა უნდა, ეს წლებით გააჩნია, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ირანი აჩქარდა, იმიტომ რომ სულ ისეთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოდის. ზოგი ამბობს 3 წელი მქონდა ირანს, ანუ 3 წელი ვერ გააკეთებდა. ისრაელი აცხადებს, რომ ყისიერი საფრთხე იყო და პრაქტიკულად აწყობილი ჰქონდათ ან გამდიდრებული ურანი. მაგრამ ნუ ამ დაბომბებმა რა თქმა უნდა გადაწია. თუმცა თუ ეს რეჟიმი გადარჩა, ბუნებრივია, შეიძლება და პირდაპირ განაცხადოს ირანმა, რომ ის შექმნის ბირთვულ იარაღს, იმიტომ რომ თუ ეს რეჟიმი გადარჩა, რა თქმა უნდა, გარდაუვალია, რომ ხა ლოგიკაში ჯდება, რომ ბირთვული იარაღი არ ქონდა და ასე მომექცნენ, რომ შექმნა ბირთვული იარაღი. ამიტომ არის ეს ორჭოფობა, რომ რა გავაკეთოთ? ბოლომდე გავანადგუროთ, იმიტომ რომ რაც დარჩება, აუცილებლად ეს არის 90 მილიონიანი ქვეყანა, ამიტომ ახლა ისეც ვერ მოხდება, რომ ხა მთლიანად ვერ გაანადგურებენ და თუ ეს რეჟიმი გადარჩა, არის ძალიან დიდი ალბათობა, რომ ის შეეცდება უკვე უსწრაფესი ტემპებით. ხო. ამიტომ ისრაელი ცდილობს, რომ ყველაფერი გაანადგუროს, რომ ეს გადაწიოს 3, 5, 10 წლით. და შესაძლოა დღესდღეობით რა თქმა უნდა უდიდესი ზარალი მიადგა. კი ბატონო, და აი რა შეიძლება ველოდოთ საბოლოო ჯამში დონალდ ტრამპისგან? რა არის ახლა მის ინტერესში პრეზიდენტი, რომელიც მოვიდა რაღაც დიდი მშვიდობის რა ასე ვთქვათ, მხედართმთავრის მანტიით და ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა ამ ხრივაც, ხო? მაგრამ მას მოუწევს რაღაც ტიპის გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც უახლოეს დღეებში. ესე იგი, არ ამგონია ტრამპი დათანხმდეს სახმელეთო ოპერაციას და არც არის ალბათ არ არის საჭიროება. რაც შეეხება უკვე ამერიკის ჩართვას, ამისი ალბათობა საშუალოზე მაღალია, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ხო რაი რაც ჩამოთვალა ეს არგუმენტები ხო იქაც ჟღერდება, რომ ისრაელი ამ ფორდოუს ვერ გაანადგურებს. ის ასე ვთქვათ, ეს ბუნკერის მკვნეტელი ბომბი, რომელიც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს და ის B2 ბომბდამშენი, რომელიცაც ამ ბომბის ჩამოგდება შეიძლება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. შესაბამისად, ამას ისრაელი ვერ რაზეა დამოკიდებული, გიორგი, როგორ ფიქრობთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება? ალბათ იმაზე, აი ისრაელი რამდენად
თქვათ თუ ყველაფერს სხვას ასე თქვათ ისრაელი მოასუფთავებს და ეს დარჩება და ირანი იმდენად დასუსტებული იქნება რომ უკვე პასუხის თავიც არ ექნება ალბათ ბოლო დამაგვირგვინებელია ხო ანუ უნდა მომწიფდეს სიტუაცია იმგვარად რომ ხორაჩები ნაკლები ზიანი მიიღოს გაუნადგურეს ირანს საჰაერო თავდაცვა ანუ ის უკვე ჩამოგდების შანსი ნაკლებია ანუ რისკები რაც ნაკლები იქნება ალბათ უფრო იოლად ტრამპი დავა ამ გადაწყვეტილებას ხო აქ რამდენიმე კომპონენტია ალბათ მე აი რა პერიოდი დასჭირდება როგორ ფიქრობთ თქვენ თუ კი მაგალითად ტრამპმა მიიღო ეს გადაწყვეტილება გასაგებია რომ მას სჭირდება მოკავშირეების თანხმობა შეთანხმება ამაზე და კონგრესი თუ როგორ რა ხდება ამ შემთხვევაში პროცედურულადაც რო აქვს პროცედურულად 1945 წლის შემდეგ ამერიკას ომი არ გამოუცხადებია დე იურე რა თქმა უნდა იბრძოდა ვიეტნამში ავღანეთში ერაყში მაგრამ ომი არ გამოუცხადებია კანონის მიხედვით 30 დღეში თუ კონგრესი მიიღებს გადაწყვეტილებას რომ აუგრძელოს პრეზიდენტს ომი პრეზიდენტმა უნდა შეაჩეროს ომი 30 დღეში მაგრამ ყისიერი და სრული იურიდიული და პოლიტიკური უფლება აქვს თუ ეს გამოიყენა რომ ყისიერად დაარტყას ირანს და ეს ჩვენ გვინახავს ხო ასადის დაბომბვა პირველ ვადაში სხვა პრეზიდენტების შემთხვევაშიც ხო იგივე ოსამა ბენ ლადენის რეიდის შესაბამისად ყისიერ ასე ვთქვათ არანაირად პრეზიდენტი ყისიერად შეზღუდული არ არის შეზღუდული ამ მიმართულებით კი ბატონო როგორ ახსნით გიორგი თქვენ კიტკელოგის ჩასვლას ბელარუსში ეს არის პირველი ვიზიტი ხო შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის ლუკაშენკოს ბელარუსში რას უკავშირებთ თქვენ ამ ვიზიტს წინა ტრამპის წინავადაში თორცები მაიკ პომპეოც იყო ჩასული ხო აი რაღაცა ნიადაგში სინჯავენ შეიძლება მედიაციის შეიძლება ну რაღაცა საკითხებია მოსალაპარაკებელი ალბათ ეხა მე შორს არ წავალ ის რო ეხა ბელარუსი გამოგლიჯონ რუსეთს და ასე შემდეგ ეხა ძალიან რთული სქემა და განუხორციელებელი ეხა ხო მაგრამ ეტყობა რაღაცაზე შეიძლება ან ბელარუსის მედიაცია ან რაღაცა მესიჯის გადაცემა დაახლოებით ესეც მედიაცია რუსეთთან გულისხმობთ ну ახლა რუსეთთან იცით რა კელოგი რო ჩადის და რა უიტკოფი ესეც საინტერესოა კელოგს აბარია თქვა უკრაინის მიმართულება და რუსეთში მაინდა-მაინც არ უყვართ ხო შეიძლება ბელარუს უკრაინის რაღაცა დალაგებას უფრო უნდა ეხებოდეს ალბათ ხო აი ზოგადად როგორ აისახება ეს ყველაფერი უკვე რუსეთ-უკრაინის ომის მიმართულებითაც როგორ ფიქრობთ ну ზოგადად ხა ეს ირანიც რო შემოვიტანოთ ამ განტოლებაში ერთადერთი საკითხი არის აქ თქვა უკრაინას მოაკლდება თუ არა იარაღის ნაკადი ხო თუ ამერიკას ძალიან გაჯანჯდა ეს ომი და ისრაელის დაბომბვაც ისე გაჯანჯდა რომ ეს მთელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გადმოსროლა მოუწევთ წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბატონო მედია ყურადღება რა თქმა უნდა აქეთ ინაცვლებს მაგრამ ეს არცვლის ფრონტის ხაზზე ვითარებას ხო ამიტომ სამწუხაროდ ეს ომი გაგრძელდება ისევე როგორც გრძელდებოდა და ალბათ დიდი ალბათობით უკრაინის დახმარებაც გაგრძელდება რუსეთს მოაკლდება თუ არა იცით როგორ არის ამ მომენტისთვის როგორც რა თქმა უნდა რუსეთს არ უნდა რომ მოკავშირეების სახელმწიფო დაეცეს და კი მაგრამ როგორც უკვე იწერება რუსეთმა აწყო ხო თავისი დრონების წარმოება და კი ახლა ირანი რაღაც ბალისტიკურ რაკეტებს აწვდიდა ხო აი ეს ხამენეის მოწოდებაც იყო რუსეთის მიმართ რომ ვიმახსოვრებთ ყველას ხო მაგრამ აქ პასუხია რომ ძალა აღმარცხნავს რა თქმა უნდა პუტინს რა თქმა უნდა რომ ირანი გადარჩეს მაგრამ ამ წუთას ისრაელს რუსეთი ვერ დაარტყავს ხო და როგორც გაირკვა როგორც ასადის მიმართებაში ხო ხა რამდენი წელი დაეხმარნენ მაგრამ როცა შენი არმია ერთ კვირაში გაიქცება მშიერი ჯარისკაცების იქ ხა რუსეთის ავიაცია უძლურია მით უმეტეს რუსეთი ომშია ჩართული მეორე მხრივ თუ ნავთობის ფასი გაიზარდა ეს რუსეთს აწყობს ანუ ეს ასე ვთქვათ ეს ორლესული მახვილია ერთის მხრივ მოკავშირე რეჟიმის დამხობა არ უნდა დასუსტება ხა დამხობაც იქნება თუ არა მაგრამ საბოლოოდ თუ ყველა ისე დასუსტა რომ არაფრის თავი არ ქონდა მეორე მხრივ ბენზინი ეს კონფლიქტი თუ გაგრძელდა რა თქმა უნდა ნავთობის ფასი გაიზრდება რაც რუსეთს აწყობს და სამხედრო მხრივ კი ბატონო რაღაცა დრონები შეიძლება მოაკლდეთ მაგრამ რუსეთი დღესდღეობით როგორც ითქვა და ააწყო ხო თავისი დრონების წარმოება იქ ჩრდილოეთ კორეა იქ შესაბამისად რაღაც ჩრდილოეთ კორეამ ესეც მზადყოფნა გამოთქვა რომ ირანშიც ხო კი ბატონო ისინი ხო შესაბამისად რაღაც დანაკლისი იქნება მაგრამ ახლა რუსეთიც ომს გააგრძელებს რა თქმა უნდა ირანის დაცემის გამო რუსეთი ომს არ შეაჩერებს ახლა ხო რასაკურველია თუმცა იქნება ძალიან დიდი დარტყმა ზოგადად აი ამ ირანის ბოროტების ღერძის თუ მისი მოკავშირე სახელმწიფოებისთვის ხომ ეს ასეა საბოლოო ჯამში ეს ასე იქნება რამდენად ხანგრძლივ ომს ელოდებით ეს ალბათ ხო ანუ ითქვა ორი კვირა მე ითქვა რომ აი რა კიდევ ერთხელ იემენის მაგალითი მიუთითებს რომ დაბომბვები შეიძლება ხა ისრაელი ალბათ წლობით არ აპირებს მაგრამ ნუ ხა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კი ბატონო გაანადგურებენ ორ კვირაში მაგრამ უკვე მე და
ხო, ღაზა არის დეტროიტის ხელა და დღემდე ბომბავენ და შესაბამისად ეხა ეს დაბომბები შეიძლება არ გაჩერდეს, გააჩნია რა და როგორ დალაგდება, მაგრამ ის რომ ხა საჰაერო კამპანია ორ კვირაში შეიძლება დამთავრდეს, მე მაგის ნაკლებად ჯერა იმ მარტივი მაგალითების გამო რომ აი კიდე ერთხელ იემენს რამდენი წელი ბომბავდა საუდის არაბეთი და ღაზას დღემდე ბომბავენ, იქ რა შენობაა გადარჩენილი ღაზაში არ ვიცი, მაგრამ დღემდე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ის. ხო, ანუ შეჯამების სახით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ისრაელზე, როგორ გაართმევს ის თავს ბოლომდე ამ ოპერაციას და რა ეტაპზე ჩაერთვება იქ ტრამპი და შეერთებული შტატები. ირანი შეიძლება და რაზე არის მზად ირანი. ირანი, დიახ. თუ ირანი თქვათ დათანხმდება სრულ განადგურებას საკუთარი ბირთვული პროგრამის და რაც ტრამპი ითხოვს რომ ირანის მიწაზე არ შეიძლება ურანის გამდიდრება, დიახ, ეს დიდი ალბათობით მინიმუმ ამერიკის ალბათ ჩართვას შეაჩერებს. ეხლა ირამდენთ ისრაელის დაბომბვას შეაჩერებს, ნუ ესეც გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით ირანი არაფერზე არ მიდის, ხო ფაქტია. კი ბატონო, დიახ. ამ ხრივ ნახოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, იყო ჩვენი სტუმარი და ხო აი ამ ძალიან მძიმე ვითარების ფონზე, აი მძიმე პროცესების ფონზე, რაც მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში, ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზე.